კატარგეითი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალია. გულისხმობ მის მასშტაბებს. მოხდა ევროპარლამენტარების მოსყიდვა, უზარმაზარი რაოდენობის ნაღდი ფული აღმოაჩინეს მათ ჩემოდნებში. თითოეულ ჩემოდანში რამდენიმე მილიონი ევრო იყო მოთავსებული. ეს ის პერიოდია, როდესაც კატარი მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ემზადებოდა. მათ უამრავი დაქირავებული მუშა ჰყავდათ ღარიბი ქვეყნებიდან, რომლებიც საფეხბურთო სტადიონების მშენებლობაზე მუშაობდნენ. მრავალი მათგანი პროცესში დაიღუპა და შესაბამისად ამ ქვეყნის რეპუტაცია უაღრესად შელახული იყო. ამის გამო სასწორებლად კატარის მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს ევროპარლამენტარები მოესყიდათ, რათა მათ პოზიტიური პიარ კამპანია წამოეწყოთ. ყველაფერი ასე დაიწყო, თუმცა მოგვიანებით საქმე უფრო შორს წავიდა და კატარის ინტერესების გატარება სამართლებრივ დონეზეც დაიწყო. მათ ჩვენ უბრალოდ გვიყიდეს. არ მინდა უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო, თუმცა ჩვენ პროსტიტუტები არ ვართ. ისინი კი სწორედ ასეთებად მიგვიჩნევენ და რამდენიმე ჩვენგანი ასეც მოიქცა. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიბრძოლოთ ჯანსაღი პროცესებისთვის. ვალდებულნი ვართ ვიბრძოლოთ კორუფციის წინააღმდეგ და რაც მთავარია, ვალდებულნი ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ცივილიზაციისა და ღირსების გადასარჩენად. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.